წიდან. Დეპუტატი ვიქტორ დოლიძე ბრიუსელში ევროდესტის საპარლამენტო ასამბლეის მესამე პლენარულ სესიას აფასებს. მისი განცხადებით, ევროპის სახალხო პარტიის მიერ მოხდა საგაგებო რეზოლუციის ინიცირება, სადაც საქართველოში შერჩევით სამართალზე იყო საუბარი უფრო კონკრეტულად მანო მერაბიშვილის დაპატიმრების თემაზე. დეპუტატის განცხადებით, საკითხის ხდომაზე ვერ გავიდა იქიდან გამომდინარე, რომ ევროდესტში თანხმდებიან, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი არ არსებობს. საკითხს საპარლამენტო უმცირესობა გამოიხმაურა და აღნიშნეს, რომ რეზოლუციაში საქართველოსთან მიმართებაში დაფიქსირდა პოზიცია, რომ დაუშვებელია შერჩევითი სამართლის გამოყენება პოლიტიკურ ოპონენტებზე. ის რომ სახალხო პარტიის ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ძალიან აქტიურად ცდილობდა ჩვენს პატივცემულ ოპონენტ კოლეგებთან ერთად რომ რაღაცნაირად მაინც ტექსტში ასახულიყო საქართველოს შერჩევითი სამართლის არსებობა და მათ შორის ვანო მერაბიშვილის თქვათ საქმეც გაეყვანათ სწორედ ამ შერჩევით სამართლის პრინციპში მათ არ გამოუვიდა. ევროდესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში მკაფიოდ ჩაიწერა დებულება, რომ დაუშვებელი არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა, მათზე თავდასხმები და შერჩევითი სამართლის გამოყენება. ეს არის, რა თქმა უნდა, მკაფიო სიგნალი საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ მისი პოლიტიკა ბადებს კითხვებს საქართველოს ევროპულ მომავალთან მიმართებაში. როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას ეროვნული ინტერესები და სუვერენიტეტი ესმის როგორც ქართული ოცნების ინტერესები, რაც რა თქმა უნდა არის საზიანო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ხელს უწყობს ძალიან სწრაფი ტემპებით ქართული ოცნების დისკრედიტაციას